მასწავლებელთა საცერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 15. ელექტრონი და მოდული ტოლის სამი წერტილოვანი მუხტი განლაგებულია კვადრატის წვეროებშიო, როგორც ნახაზი გვაქვს მოცემული და გვიკითხებიან, რომელი მიმართულება აქვს ელექტრონზე მოქმედ ძალთა ტოლქმედს. კარგით, ესე იგი, მოდით ჩვენ რა გვაქვს მოცემული გვაქვს კვადრატი, ესე იგი კვადრატის წვეროები არის შესაბამისად. მოდი ავაგოთ კვადრატი წვეროებს, ასე. ეს კვადრატი და ნუ პირობითად ეს იყოს A წერტილი, ეს იყოს B წერტილი, ეს იყოს C, ეს იყოს D. და კვადრატის გვერდის სიგრძე ავიღოთ ასტულად, ესენი ასტოლებია. კი ბატონო. რადგანაც კვადრატი არის დიაგონალიც, რო ავიღოთ, მოდით, ეს იყოს დიაგონალი. ეს არის მართიკუთხე, შესაბამისად პითაგორას თეორემით A-დან C-მდე მანძილი იქნება AP-ის იორისტოლი. ასე. და ახლა გამომდინარე იქიდან, რომ D წერტილში და C წერტილშიც უარყოფითი მუხტები გვაქვს. შესაბამისად, D და C წერტილში ყოფილი მუხტები ერთმანეთს განიზიდავენ და ამიტომ D წერტილის მხრიდან მოქმედი ძალა C წერტილში მოთავსებულ E მუხტზე ურთიერთქმედების ძალა მიმართული იქნება აი ამ სახით, ხო? ესე. ეს იქნება ძალა FD ძალა, ხო? D წერტილის მოთავსებული მუხტის მხრიდან მოქმედი ძალა. რაც შეეხება B წერტილის მხრიდან მოქმედ ძალას C წერტილზე, B წერტილში მოთავსებული მუხტი ეს ჩვენ ელექტრონს მიიზიდავს, რადგანაც სხვადასხვა სახელო მუხტებია, ხო? სხვადასხვა ნიშნის შესაბამისად, ეს იქნება, ოღონდ რადგანაც მანძილი ერთნაირი არის, მიიზიდავს, ოღონდ სიდიდით იგივე ძალით მიიზიდავს, ეს იქნება FB, FB და FD სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის და ეხლა რაც შეეხება A წერტილში მოთავსებულ მუხტს, ეს მიიზიდავს, მაგრამ რადგანაც დაშორება A წერტილიდან C წერტილამდე A-ზე მეტი არის, შესაბამისად, სიძლიერე მიზიდვის FB-სთან და FD-სთან შედარებით ნაკლები იქნება. დაახლოებით ესეთი სახე იქნება FA ძალას და ამ სამი FA-ს, FB-ს და FD-ს ძალთა ტოლქმედი გვინდა. მოდი ჯერ გავიგოთ FD და FB-ს ტოლქმედი რის ტოლი იქნება. ეს იქნება, მოდი გამოვიყენოთ ვექტორთა შეკრების პარალელოგრამის წესი. ასე. აი ეს იქნება უკვე FD-ს და FB-ს ძალთა ტოლქმედი. მოდი F-ი დავარქვათ პირობითად, ეს იყოს F-ი. და ხოლო მეორე მხრივ F-ის და F-ას ტოლქმედი რა იქნება? F-ის და F-ას ტოლქმედი იქნება, ანუ თლიანი სრული ტოლქმედი გამოგვივა ჩვენ რამდენი, ნახოთ. რამდენი მნიშვნელობა არ აქვს დიდად ამოცანის ამოხსნისას, უბრალოდ მიმართულება გვაინტერესებს. აი ამ სახის იქნება, ხო? აი ეს იქნება უკვე F ტოლქმედი, F ტოლქმედი. შესაბამისად, ახლა პასუხს თუ გადავხედავთ, ეს წითელი F ტოლქმედი ყველაზე მეტად შეესაბამება, ნუ არ არის არც B, არც G, ნუ D არის, ხო, შესაბამისად, შესაბამისი პასუხი. ან პასუხი გამოგვდის ამ შემთხვევაში D.